სულიწმინდის გადმოსვლისას წმინდა მოციქულ პეტრეს მხურვალე ქადაგებით ჭეშმარიტ სჯულზე 3000-მდე ადამიანი მოექცა. მას შემდეგ 1980 წელი გავიდა. საქართველო მისი უწმინდესი პატრიარქის ქადაგებით სულთმოფენობის დღესასწაულს ახლად 3000-მდე დედაეკლესიის წიაღში დაბრუნებული და ნათელღებული ქართველით შეხვდა. ამავე დღეს საქართველოს ეკლესია აჭარაში ოსმალეთაგან წამებულ მამათა და დედათა ხსენებასაც აღნიშნავს. თელმა საქართველომ ქრისტიანობა აჭარიდან მიიღო. ანდრია მოციქული შემობძანდა დიდაჭარაში, აი აქედან ახლოს არის, ყულოს რაიონში არის. შემოაბრძანა ოლაწმინდა ღვთისმშობლის მიერ გამოტანებული ხელთუქმნელი ხატი ღვთისმშობლის. დააბრძანა, სადაც დააბრძანა იქ წყარო ამოვიდა. ააშენა პირველი ტაძარი ყულოში, ეს არის პირველი საუკუნის 38 წელი. ააშენა ტაძარი, მონათლა ხალხი და აკურთხა სამღვდელოება. დიდაჭარიდან იწყება საქართველოს მოქმედი ეკლესიის ისტორია. პირველი წირვა-ლოცვა იქ ჩატარდა, პირველი საიდუმლოებები ნათლობის იქ აღესრულა. და ხელი მარჯვენა შენი უფალო და ჯვარს ამასა და კუთხე ყოვლითა კუთხევით ამ ხოლო ჩვენს რაოდენდა ქრისტეს მიერ ნათელგირებიეს და ქრისტეს ბავშვი მოვაკლეს. ძალიან კმაყოფილა და დიდი მაზლია და ყველას ლოცავს ვერაბელდეს. ყველას უშუალოდ მოვიდეს და ეზიაროს ამ სიამოვნებას ამ ღვთიუმატს. ძალიან ამაღლებული განწყობა ყველასთვის და რა ვიცი. ძალიან ბედნიერი დღეა დღეს. ვლოცავ ყველას. მთელი საქართველოსთვის, მთელი აჭარისთვის ყველაზე გამორჩეული დღე არის რა არ ვიცი, სიტყვები არ მყოფნის ნამდვილად.
ყველაზე დიდი დღეს ჩვენთვის, ჩვენი ოჯახისთვის. პატარა დემეტრე ბოინა. უფლის ასწაულია, რასაც ქვია. მთელი 2 წელი ველოდებოდით, რომ ეს ასწაული მოხდებოდა მით უმეტეს აჭარის რეგიონში. ძალიან დიდი სურვილი მქონდა, რომ პატრიარქს მოენახო ჩემი მესამე შვილი, მესამე ვაჟი. დიდი მადლობა ჩამოგზავნებისთვის და ყველას ვროცა ამ ბედნიერ დღეს. ეს არის მოვინათლეთ მე და ჩემმა შვილმა. მესამე შვილია, პატრიარქის და ჩემი. ანს საუკეთესო განწყობილებას დავუძინდი ჩემს ენას ქართულს და ვარ ჭეშმარიტი ქართველი. ყველას გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს და წმინდა ნათლობის მიღებას. თქვენ ყველანი ამიერიდან იქნებით ჩემი ნათლულები და მადლი ღვთისა და წყალობა ღვთისა იყოს თქვენთან. ამინ. ამინ. დამილოცნიხართ. ღმერთმა დაგლოცო და გაგახაროთ. ღმერთმა დაგლოცოს თქვენი ოჯახები. მრავალჟამიერი ყოფილიყოს თქვენი სიცოცხლე. ღმერთმა დაგლოცოს თქვენთან ერთად. გაახაროს, გამთლიანოს სრულიად საქართველო. ამინ. გილოცა მოინა. მოდი ეს კაკეთო. ჭეშმარიტობის დამკვირვებლად. რა გვინდა ნაყოფი პირველად სოფო აშენებია ხო? აი ბავშვებო აი ამ სახში ჩვენმა წინაპრებმა ამ თაში შეინახეს თავისი ქართველობა. გამოექცნენ დამპყრობელს და გადაარჩა ჩვენი ქართული ცნობიერება. წავედით სახში. ნახოთ, რა შემოგჭა. ჩემი წინაპრები ცხოვრობდნენ მაჭახელას ხეობაში, სოფელ საფუტკრეთში. ეს არის ბათუმთან ახლოს, მაგრამ როცა საქართველოს დაიპყრო ოსმალეთმა იმ პერიოდში ჩვენი წინაპრების ნაწილი წამოვიდა თავისუფალ მხარეში, ზემო აჭარაში. აი აქ შეინახა, გადაარჩინა ჩემმა წინაპარმა თავისი ქართული ცნობიერება, ქართული ენა, ქართული სული და რაც თავარია, აი ამ ბოლო პერიოდში ზემო აჭარის მოსახლეობის მასობრივი მონათვლით ხდება მიბრუნება ჩვენი წინაპრების ისტორიულ არჩევანთან. მე მიმაჩნია, რომ ეს სახალხო ზეიმი, რომელიც შედგა ამ დღეებში, არის საოცრად დიდი გამარჯვება იმ ცნობიერებისა, იმ სულისა,
რომელიც მრავალი საუკუნის მანძილზე ჩამოზეწეს ჩვენმა წინაპრებმა. Nardani nai 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 nardani nai nai na Eles moakna poti selvis chamonatali dadegrele mitkhari ali shamonatali Nardani nai 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 გილოცავთ ნათლობას ეს იყო წმინდა დღესასწაული გუშინ ჩვენს ოჯახში და დღეს ზეიმია ჩვენ სახლში და მინდა დავლოცო ასევე თქვენი ნათლია. პატრიარქი სადაც მიდის, იქ ხდება სასწაულები. მე მიმაჩნია რომ სასწაულია ნამდვილად ის, რაც მოხდა აჭარაში, აი ამ დღეებში რაც ხდება. მეუფე სპირიდონმა თქვა ძალიან საინტერესო ფრაზა. მან თქვა, რომ მე ამდენი წელიწადია ვემუდარები, ვარ აქ, რომ ვეუბნები, რომ მოდით მოინათლეთ, მოდის 5 კაცი, 3 კაცი, 4 კაცი, მაგრამ თქვა ერთხელ პატრიარქმა და მოვიდა 1800 კაცი. ეს არის პატრიარქის ძალა, ეს არის პატრიარქის დიდი დამსახურება ქართველი ერის წინაშე. მე ასევე მინდა ვთქვა, რომ მე ბევრს დავდივარ თურქეთის საქართველოშიც და იქაურ ქართველებშიც და ყველა მუსლიმანია, ქრისტიანია მას ძალიან დიდ პატივს სცემს. ჩემო ფარნავაზ, ჩემო მათე, ჩემო თორნიკე, ჩემო რატი, ჩემო ცოტნე, ჩემო ბექა ჩვენს უწმინდესთან ოტარეს, ჩვენს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს გაუმარჯოს. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბოლო 3-4 საუკუნის ისტორია საქართველოს სამხრეთი ნაწილისა, იმიტომ რომ ეს ის პერიოდია, როდესაც ოსმალების მოძალების შედეგად საქართველო კარგავს სავის სამხრეთ რეგიონებს. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი დანაკარგი, ძალიან მტკივნეული დანაკარგი და როგორც აჭარა, ისე სამცხე-ჯავახეთი წდება თავის დედა სამშობლოს. ამის შემდეგ თანდათანობით იწყება ამ რეგიონში არა მარტო ოსმალური პოლიტიკურ-ადმინისტრაციული მმართველობის დამყარება, არა მარტო რაღაც ეკონომიკური გარკვეული წყობის შემოტანა, არამედ რა თავარია ხდება კულტურულ-რელიგიური აგრესია ოსმალთა მხრიდან. არსებობენ კიდევ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ისე წარმოაჩინონ საქმე, რომ თითქოს ისლამის მიღება არ იყო ძალდატანებითი პროცესი. აი რა ვკითხულობთ ალბომში, რომელიც თურქეთშია გამოცემული ქართულ და თურქულ ენებზე და რომლის სათაურიც გახლავთ საქართველოს და ქართველები ოსმალურ საარქივო დოკუმენტებში. ოსმალეთის სახელმწიფო ერთის მხრივ ყოველგვარი იძულების გარეშე უზრუნველყოფდა ქართველების მიერ ისლამის მიღებას. მეორეს მხრივ ქრისტიანი ქართველების უფლებისა და უსაფრთხოების დაცვის საკითხებსაც ყურადღებითა და გაგებით ეკიდებოდა. ციტატა დასრულდა. არადა საქართველოს ისტორია ჩვენ სულ სხვა რამეს გვეუბნება და განსაკუთრებით თვალსაჩინოა და ნიშანდობლივია მესხი გვარამაძის მოწმობა იმის თაობაზე, რა სასტიკი მეთოდების გამოყენება ხდებოდა ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ. აი რას წერს იგი. რომელ ხორციელ ენას შეუძლია, რომ წარმოსთქვას იმდროინდელ ქრისტიან მამათა და დედათა დასჯა ტანჯვანი. ვის ცოცხალად წყავს აძრობდნენ, ვის ოთხპალოზეთ გაკრულს ბაწრებით გულს უღებდნენ, ვის ნაკუწ-ნაკუწ ჭრიდნენ ხმლითა და ვის ხანჯლით გულმუცელს უპობდნენ, ვის შამფურზეთ გაცმულს ცოცხლებრივ ცეცხლზე სწვავდნენ, ვის შიშველს გახურებულ საჯდომზე აგებდნენ, რკინის საწვავით ხრეტდნენ, ვის ადუღებულ წყალში ხარშავდნენ, ვის გამდნარ ტყვიას ასხამდნენ პირში, ვის ანთებულ კირში აგდებდნენ. არანაკლებ მნიშვნელოვანია ქართველი ისტორიკოსის ზაქარია ჭიჭინაძის მოწმობა. თავსაკვეთები და სახრჩობელები ჰქონდათ სოფელ აჭარისწყალში, ქედანში, დანდალოში, ჩაქვში, ხულოში, მაჭახელში, გონიოსა და სხვაგან. არინდობდნენ იმათაც, ვინც საღვთო და საერთოდ ქართულ წიგნებს კითხულობდა და ინახავდა. ხერთვისა და კაპნის თავში ხელვაჩაურის რაიონი გახავთ. ყველა წიგნი დაწვეს, ციტატა დასრულდა. აი ჩვენ ხედავთ, რომ არამწუ სარწმუნოებრივი ნიშნით ხდებოდა დევნა და შევიწროება, არამედ იმის გამოც კი რომ ვიღაც ქართულ წიგნებს კითხულობდა. არა მარტო სასულიერო, არამედ საერო წიგნებს. და ეს მაშინ, როდესაც აი ამ კუთხეში აჭარაში
ოდითგანვე შუა საუკუნეებში იმდენი მონასტერი, ეკლესია, სალოცავი იდგა, რაც არ ყოფილა საქართველოს სხვა კუთხეებში, იგივე გურიაში. ანუ ეს კუთხე იყო დატვირთული საოცრად ქრისტიანული სალოცავები და ქრისტიანული სიწმინდეებით. ქარიმიცურაუ და ისე მოწყენილი, როგორც სხვის უაფრნავი, დილათენდებოდა, სხივი იშლებოდა, თოვლი დამდნარიყო მოთაზე, როგორც ქალსრემლები ისე შემშრალიყო, თთვილი მოჩიმციმე ვაზე, უცებ მოუქროლა ქარმა კრწანის ისველს, წელში გადახარა სხივი, წითელ ყაყაჩოზე, ნამიაც ქრია და როგორც გაწყვეტილი მძივი. წითელ კრწანით ეწევს ჩვენი ისტორია, ჩვენი ტკივილი და ფიქრი, ვახტანგდავითიან თამარ, ერეკლიან ძველი, უდრეკელი სისხლი, ყვება ისტორიის მწარე მოგონებას, სიტყვით მოხატული ენა, ვერ ვის შეგვაშინა, ვერ ვის ჩაუქრია, ჩვენ შეანთებული რწმენა, ღმერთო დაიფარე, ჩვენი საქართველო, ტანჯვით და ტკივილით წვრთნილი, ვახტანგდავითიან თამარ, ერეკლიან ძველი, უდრეკელი სისხლი. ეს გენეტიკური კოდი მთლიანად შენარჩუნებულია აჭარაში. უბრალოდ 250-300 წლის განმავლობაში თურქებმა ცეცხლი და מחვილით, ესე იგი, დაშინებით, მუქარით და ფიზიკური განადგურებით, ძალდატანებით, კვლელობით აიძულა ადამიანები აი ამ კუთხეში და უგლარჯეთ სილაზეთში, რომ შეეცვალათ სარწმუნოება. მიიღოთ უცხო რაღაც, მიუღებელი. და გენეტიკური ინფორმაცია, ანუ ისტორიული მეხსიერება მათი, ეს ჩვეულებრივად იქნა შენარჩუნებული. ახლა წარმოიდგინეთ. არა მარტო აჭარაში, ლაზეთშიდაც, იქ და უგლარჯეთშიდაც მიუღებელია მათთვის ის წესები, რასაც ისლამი ავალებს. ანუ იქ არის რძალს და მაზლის შორის რაღაც ქორწინება, ეგრეთ წოდებული, ბიძაშვილს და მამიდაშვილს შორის ეგრეთ წოდებული ქორწინება. ეგ მსგავსი არაფერი ხდება, მიუღებელია ეს აჭარაში. ყოვლად მიუღებელი. მშვენიერ სადღეგრძელოებს ამბობენ, მშვენიერი სუფრები აქვს, სტუმარი მათთვის ყველაფერს ნიშნავს. და მშვენიერი სუფრები აქვს, ისე ძალიან კაი ღვინო აქვს. ანუ ისინი მთლიანად ქრისტიანული გენეტიკური კოდის მატარებლები არიან. 1700 წელი იყვნენ ისინი ქრისტიანები და ეს ყველაფერი იყო იძულებით აბსოლუტურად. რომაც მათი შინაგანი, ასე ვთქვათ, ბუნებრივი წყობა ვერ შეცვალა და არ შეეძლო რომ შეეცვალა ცხადია, იმიტომ რომ ძალიან ძლიერია ქართული გენეტიკური კოდი და ქართული მენტალიტეტი და დღეს რაც ხდება ეს არის უბრალოდ მდინარის თავის კალაპოტში დაბრუნება, რომელიც იძულებით გადააგდეს სხვა მხარეს. მოგზაურობა წმინდის და უნეტარესი ილია მეორე ატარებს საყოველთაო ნათლიას, ვინათლები მეც და ვნათლავ ბავშვს.
მოგიხდება აი ნანი დანანა შენი წელი შენ გიხდება ნანი დანანა ოკოი ნანა ой დანანა ნანი დანანა ანრი დავითაძე რო ცეკვავს ალბათ გენები გამოყვა დიდი ბაბუის ალიოსმან დავითაძეს და ტანზეც მისი ფორმაცია ეთყობა რომ დიდია და ცოტა უხერხვლად გძნობს თავს მაგრამ არა უშავს გაიზრდება და მოერგება დიდეს ბათუმში ამ დიდ ოჯახში ცხოვრობთ სამი თაობა მე ჩემი მეუღლე ჩემი შვილი მის ცოლთან ერთად და შვილიშვილებთან ერთად წარმოშობით ვარ შუახევიდან როდესაც გავიგო რომ პატრიარქი სტუმრობდა ჩემ მშობლიურ კუთხეს ჩემ რაიონს უფრო დიდი სიხარული და თელმა ოჯახმა ამიტომ გადავწყვიტეთ მონათლვა და ბედნიერები ვართ რომ ჩვენი ნათლია იქნება პატრიარქი ამ დილით მივდივარ მთელი ოჯახი ნათლობაზე სახალხო დიდი ნათლობა არის ამ კუთხეს მე მგონი ბათუმს არ ღირსებია ასეთი მასშტაბური მონათლვა თითქმის 1500 კაცია და უფრო მეტი სიულებებით დიდები 5 წლის და კიდე ტყუპები არიან ესენის და მოუნათლებთ დღეს ძალიან გვიხარია უფალი ფარავდეს თელ საქართველოს და უფალი ფარავდეს ყველა ბავშვს რა ვიცი ძალიან მიხარია ჩვენო წმინდესობაო და თქვენო უნეტარისობაო, ჩვენო პატრიარქო, როგორც 13 საუკუნის უდიდესი საეკლესიო მამა ბრძანებს წმინდა არსენი ამარტოლი დიდარ ზალის სიყვარულისა, რომელი მორჩილ ხობს გონებასო შეკადრება შეუკადრებასაც. ეს დღეები გამორჩეულია ნამდვილად აჭარაში, თქვენდამი უსაზღვროდ ძალიან დიდი სიყვარულისა. არაერთხელ აღვინიშნავს და კვლავ ვიტყვით იმას, რომ ის უდიდესი პროცესები, რომელიც ამ კუთხეში ხდება, როდესაც ამ კუთხის მოსახლეობა ქრისტიანულ სარწმუნოებას უბრუნდება, ამაში თქვენი წვლილი არის განუსაზღვრელი. მე მახსენდება 1999 წლის 13 მაისი, როდესაც ეს ტაძარი ამოქმედდა და იმ დღეს, მარტო ერთ დღეს 5000 ადამიანი მოენათა. და იქიდან მოყვა, ეს იყო საწყისი, საფუძველი ამ
ჩვენი მოსახლეობის, ამ კუთხის მოსახლეობის ქრისტიანულ სარწმუნოებაში დაბრუნებისა. და იქიდან მოყოლებული, როგორც ჩვენ გვაქვს მონაცემები, თითქმის ყოველთვიურად ასობით ოჯახი უბრუნდება მართლმადიდებულ სარწმუნოებას. ეს არის მართლაც ღვთის უდიდესი სასწაული, ეს არის თქვენდამი უდიდესი სიყვარულის გამოხატულება ჩვენი კუთხის მოსახლეობისა. განსაკუთრებულია თქვენი ყოველი ვიზიტი, ჩაბრძანება ნებისმიერ კუთხეში და გამორჩეულია თქვენი ყოველი ჩამოსვლა, ჩამობრძანება აჭარაში. სულ რაღაც 2 დღის მანძილზე 3000-მდე ადამიანი ეზიარა ქრისტეს ჭეშმარიტ სარწმუნოებას. დაგლოცეთ ის ბადლი და წყალობა თქვენი ლოცვა-კურთხევით იყოს თანამავალი და თანამგზავრი ჩვენი ცხოვრების. ნიშნად ჩვენი კუთხის უსაზღვროდ დიდი სიყვარულისა თქვენდამი ჩვენი მორწმუნე საზოგადოების სახელით მინდა მოგართვათ ეს ძვირფასი ხატი და დაგლოცეთ ბიჭვისთვის ღვთისმშობლი. კომანის წყლიდან აკურთხებინოთ მისო. აფხაზეთში დაგვაქვს. ამ ხატის ბადლით და წყალობით აფხაზეთში დაგვაქვს. ყოფილი მოსახლეობა. ეს თანაშრომი. კიდევ ერთხელ ლოცავ ყველა ჩემ ნათლს, ვინც დღეს მოინათლა, ვინც მოიდა ჩემთან და ვინც ვერ მოიდა, ყველანი ნათლურები ხართ ჩემი და დამილოცნი ხართ. ღმერთმა დალოცოს თქვენი ოჯახები, თქვენი მშობლები, თქვენი შვილები და თქვენთან ერთად ღმერთმა დალოცოს მთელი საქართველო. მოწყალე ღმერთი ერთია ხანძრი. პატრიარქმა 90-იან წლებში, როდესაც დაიწყო მოღვაწეობა და ის ბრძანდებოდა როგორც პატრიარქი მთიან აჭარაში, ბრძანა ესეთ საოცარი სიტყვებით, ეს იყო წინასწარმეტყველება მისი უწმინდესობის და უნეტარესობის. ჩვენ კი არ უნდა მოვაქციოთ აჭარა, არამედ აჭარამ უნდა მოაქციოს სრულიად საქართველო. იყო საოცარი და ისტორიული და ემოციური შეხვედრები უნივერსიტეტებში, ინტელიგენციასთან, საზოგადოებასთან, როგორც ხიჭაურის ბელაბუსელიძის უნივერსიტეტში, ასევე ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში. ალბათ ერთ-ერთი ემოციური დატვირთვა ყველაზე ამ დღეების განმავლობაში იყო დასასრულს, როდესაც ჩვენ მივიახეთ იმ კარიბჭეს საქართველოსისას, სადაც გახლავთ წმინდა ანდრე პირველწოდებულის სახელობის ტაძარი და ლაზები ცხოვრობენ. მე ჩამოვედი აჭარაში იმისათვის, რომ ერთად ველოცა საქართველოს მშვიდობისათვის, საქართველოს კეთილი მომავლისათვის. ლაზები ეს გმირი ხალხია, ისეთი აზრიც კი არსებობს, რომ თითქოს მოხევები აქედან არიან გადასახლებული. მოხევები ლაზებია. დადგება ის ბედნიერი დღე, როცა ჩვენ ერთად ვიქნებით. ერთი იქნება საქართველო გამთლიანდება. ღმერთმა დალოცოს ეს საქართველოს ეს ურთღეული კუთხე. ჩვენთან არს ღმერთი. ვფიქრობ, უწმინდესის ამ სიტყვებმა არა მარტო აქ ცხოვრებელ ლაზებს, არამედ სოფლის ყველა კუთხეში გამფენილ ლაზებს კიდევ ერთხელ დაანახა მის უწმინდესობის უდიდესი ყოველი და განცდა თითოეული ლაზის მიერ, რომლებიც ჩვენი სისხლი, ხორცი და ჩვენი ერის განუყოფელი ნაწილი გახლავთ. ეს კუთხე არის აქეთ დარჩენილი საქართველოს და იქით დარჩენილი საქართველოს შორის შემაერთებელი ხიდი.
და როგორიც იქნება აჭარა, აბსოლუტურად ისეთივე იქნება ის. იმიტომ ისინი ამას შემოყურებენ, იმიტომ ყველა მიციან. აი ხა ორი თურქეთიდან ორი ქართველი ჩამოვიდა და ორივე მოინათლა აქ. ინებელს უფალმა რომ ეს კუთხე მთლიანად მისი უწმინდესობის ლოცვით იქნეს დაბრუნებული დედა ეკლესიაში და ინებელს უფალმა რომ მთელი საქართველო გამთლიანდეს. აი ეს კუთხეები დაკარგული აფხაზეთის ამაჩაბლო მისი უწმინდესობის ლოცვით დაუბრუნდეს დედა ეკლესიას და ჩვენ ეს ღრმად გვწამს და გვჯერა რომ ესე იქნება. უბრალოდ ყოველისა ეს ნათლობა მოდის ეროვნული თვითყოფადობიდან, რადგან იღვიძებს ეს აღვიძებს ქრისტიანობა ქართულ სულს, ეროვნულ სულს და შემიძლია რომ აი ზურაბ გორგილაძის პატარა ლექსის აგიკითხოთ. ცა არწივის გორები ქორის მინდორში ჩიტებს ბურდღავს მიმინო შენი გზები მითხარი თორემ ამ გზებით ისეც უნდა ირბინო საბა სულხანის ბებერი ტორი გონიოს კედლებს გზნება დატყვია სიცრუის სიბრძნე გაგაჩნდეს თორემ რა ხმალი დაქცემს ან და რატყვია კლდეზე გაწმება და გააზმორებს ბებერი ნისლი ის ბწყლიანი ეს ღვედი ჰქონდეს ეს კვეთი თორემ აქ ნამიც არის ნაპერწკლიანი ღრმას და ღონიერს ჩაუყურებ მორევს ზღვის ზარიანი მეხლება ზვირთი ეს ზავთი ჰქონდეს ეს ზივთი თორემ რამდესაც გინდა ნახავ და იტყვი გადმოაგორებს ჭოროხი მორევს ჭოროხი რჯულით მქუხარე ასე ეს ღვედი ჰქონდეს ეს კვეთი თორემ რამდესაც გინდა ნახავ და გასცემ ბალახებს ჟვავებს წვიმებს და თქორებს მხოლოდ ალერსი მიიტანს გულთან სულში ვენახი ყვაოდეს თორემ ღვინო დალიონ რამდენის უნდათ ციხის ნეკნები ჟანგი და ყორე მტრის თუ მოყვარის კერძია მუდამ ქუსლში ეკალი ფეთქავდეს თორემ ვარდი წაიღონ რამდენის უნდათ ცა არწივის გორები ქორის შენ გულზე იდებ ღონიერ ხელებს ეს მიწა ჰქონდეს ეს წყალი თორემ სხვა დანარჩენის იქნება მე